წუთში ვაჟობ შავალოს კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ანალიზი. ეს ვიდეო თემების წერასა და რთული საკითხის მარტივად გაზრებაში დაგეხმარება, ამიტომ შეინახე. მოკლედ, კოსმოპოლიტიზმი ამბობს, რომ მთელი კაცობრიობის ინტერესი ერთი ერის, მაგალითად, ქართველების ინტერესზე უფრო მნიშვნელოვანია. პატრიოტიზმი კი საპირისპირო სამტკიცებს. სამშობლოს სიყვარული მიაჩნია უპირველესად. თითქოს ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ვაჟობ შავალა კი გვაფიქრებს, რომ თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ავტომატურად კოსმოპოლიტი ხარ, ანუ მსოფლიო საქმესაც აკეთებ. აი მაგალითად, შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და მოღვაწეობდა, მაგრამ მისი ნამუშევრებით მთელი კაცობრიობა დღესაც საზრდოობს. ვაჟა ასევე გვაფიქრებს, რომ პატრიოტიზმი ადამიანში დაბადების წამიდან ვედევს, რადგან მას აქვს სამშობლო, დედაენა, ისტორიული წარსული. ეს გრძნობა უფრო ვიდრე გონების კარნახი. აი კოსმოპოლიტიზმი კი თავიდან ბოლომდე აზროვნებას ეფუძნება. დიდ სურათს რომ შევხედოთ, თითოეული ერი თავისუფლებას ეძებს, რადგან თავად იყოს საკუთარი თავის პატრონი და თვითონვე განვითარდეს. ამას პატრიოტიზმი ეხმარება. ანუ ცალ-ცალკე ერების განვითარება აუცილებელია მთელი კაცობრიობის განვითარებისთვის. რომ შევაჯამოთ, ვაჟა გვეუბნება, რომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს. გიყვარდეს შენი ერი, იშრომე მისი განვითარებისთვის, ნუ გშურ სხვა ერების და ნუ შეუშლი მათ წარმატების მიღწევაში ხელს. და შემდეგში რომელი ნაწარმოები განვიხილოთ? დაგვიწერე კომენტარებში.